პირველ განმარტებებს მეუფე გიორგი ჯამდელიანი პირველებთან აკეთებს. ის ცოტა ხნის წინ ჩვენთან გამოეხმაურა სწორედ საპატრიარქოს გაფართოებული სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ გამოტანილ საეკლესიო სასჯელს. ეს უკავშირდება უზიარებლობას, რომლის გადაწყვეტილებაც სწორედ ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა 6 ივნისს მიიღო და ეს საეპისკოპოსო სასამართლოს თქმი მან სწორედ გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ, ხოლო საპატრიარქოს სინოდალური გაფართოებული კომისიის სხდომაზე ეს გადაწყვეტილება გააუქმეს. მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ სწორედ ამ სხდომაზე გამოჩნდა პოზიციები, რომელიც დააფიქსირეს წმინდა სინოდის წევრებმა. ის ელოდება, რომ ეს გადაწყვეტილება გადაგზავნილი იქნება ახლა მართლმადიდებელი წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც ელოდება უკვე გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მონაზონმა მისცა დეტალური ჩვენება პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით. ის 16 საათის განმავლობაში იკითხებოდა, როგორც მეუფე გიორგი ჯამდელიანი აცხადებს. რაც შეეხება სწორედ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის გამოქვეყნებული, ცალსახად გიორგი ჯამდელიანი არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას. მისი პოზიცია მან მათ შორის საეპისკოპოსო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ გადაწყვეტილება მიუღებელია და პირველ რიგში აკნინებს საეპისკოპოსო გადაწყვეტილებას. ჩემი პოზიცია გამოცხადებულია ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე. სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თქვენი აზრით? გაეცანით ჩემს განცხადებას და მიხვდებით, გამოიტანთ არის სამართლიანია თუ არა. თქვენც იმყოფებოდით 19 ივნისს ამ სხდომაზე? რა თქმა უნდა. რა პოზიციები მოისმინეთ წმინდა სინოდის წევრების მხრიდან? არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება მის გავლენებს? საზოგადოებამ შეაფასოს და გამოიტანოს აზრი. პროკურატურას მე არ ვაძლევ ჩვენებას და არც თანამშრომლობ, თუმცა კი მონაზონმა დეტალური ჩვენება მისცა პროკურატურას 16 საათის განმავლობაში იკითხებოდა, მე რამდენადაც ვიცი. მე ვსარგებლობ ჩემი კონსტიტუციური და სამართლებრივი უფლებით, როგორც თავარი და სასულიერო პირი და არ ვაძლევ ჩვენებას და არც თანამშრომლობ. ცხოვრებისეული კრედო მაქვს ესეთი. მე ველოდები წმინდა სინოდის სხდომას, რომელსაც მოიწვევს კათოლიკოს პატრიარქი. იქ გამოჩნდება ყველაფერი და შავიც და სიმართლე. სიმართლე შეიძლება დაიჩაგროს დროებით, მაგრამ ჭეშმარიტებას და სიმართლეს საბოლოო ჯამში ყოველთვის არის გამარჯვებული. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის გადაწყვეტილება გიორგი შინჯიკაშვილის წინააღმდეგ საპატრიარქომ გააუქმა. ეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნეს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ ამ საქმეზე დეტალებზე გარკვევამდე ეს გადაწყვეტილება არის მიღებული. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ შაბათის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს აუდიო ჩანაწერები, სადაც სწორედ საუბარი შედგა მეუფე გიორგი ჯამდელიანსა და მონაზონ შორის, სადაც ისინი დეტალურად განიხილავენ თუ როგორ გეგმავდა სავარაუდოდ გიორგი შინჯიკაშვილი მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობას. სწორედ ამის შემდგომ უკვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, თუმცა გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ ის პროკურატურასთან არ თანამშრომლობს. მან მიიღო საეკლესიო სასჯელი, რომელიც უკავშირდება უზიარებლობას გიორგი შინჯიკაშვილის წინააღმდეგ, თუმცა ეს გადაწყვეტილება უკვე საპატრიარქოს გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შეაჩერა იქამდე, ვიდრე ამ საქმეზე დეტალები გაირკვევა. მადლობა ნინო, ეს ნინო ელიკაშვილი იყო.